ივანიშვილის მთავრობა და ივანიშვილი მე მართმევს და თავის შვილებს აჭმევს. ვის ჯიბეში ილექება მილიონები აზარტული თამაშის ბიზნესიდან? შემოდის ოთარ ფარცხალაძე თავისი ცნობილი სარდაფით და თავისი ცნობილი მეთოდიკით. კაცი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი აზარტული თამაშების ლიცენზიას და წილებს ფლობდა, დღეს 8 საათზე მოყვება, როგორ არეკეტებდა ოთარ ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილის სახელით. საქმის ყურში არის პირველი, ხან პირველს ახსენებ და ხან ბიძინა ივანიშვილს. ნადირობა სათამაშო ბიზნესის წილებზე და საქმეების გარჩევა ოთარ ფარცხალაძის ცნობილ სარდაფში. არიციო, ჩვენი შტაბი სად არისო? გამოვიდა თვითონ ფარცხალაძე და მანქანაში მოხდა, ხო? რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, კაზინოებში და ონლაინ აზარტულ თამაშებში ფულის ბრუნვა 12 ჯერ გაიზარდა და 52 მილიარდს მიაღწია. და ეს ყველაფერი დღეს უდევს ბიძინა ივანიშვილს თავის გაშლილ სუფრაზე და თავის ვირთხები ძიძგნიან. დღეს ჩვენ გიყვებით, ვინ რჩება მოგებული, წაგებული ხალხის ხარჯზე.